მან თქვა, ჩემი აშურისგება და მე მივაგო. მე ვიცი, ჩვენ ვიცითო პავლე მოციქული, ამაზე კითხვას უსვავს საკუთარ თავს. ვიცი მე, როდესაც ადამიანი უსამართლოდ იქცევა აშკარად და აშკარად ბოროტებას ჩადის და მით უმეტეს თუ ჩემსკენ არის მომართული, რამდენად შემიძლია რომ დაუთმო უფალს, მიუტევო მას ეს საზრუნავი და მან გადაწყვიტოს, როგორც მას უნდა ისე გასრულდეს ეს საკითხი, რამდენად შემიძლია მე ამის გაკეთება, რამდენად ვახერხებ, რომ არ ავბობოქდე და არ გაუსწრო ღვთის განგებულებას, ღვთის ჩარევას, რამდენად ვახერხებ. და უფალი ესე ამბობს, რომელმან იგი თქვა, ჩემი არ შურისგება და მე მივაგო, ჩვენ ეს ვიცითო, იტყვის უფალი. და კვალად იტყვის აგზელებს პავლე მოციქული, რამე თუ განიკითხოს უფალმა ერითვის განიკითხოს უფალმა ერითვის. ერითვის ვინ არის? ჩვენ ვართ ერი. უფალი განგვიკითხავს. მე არ მაქვს უფლება განკითხვის. მე არ მაქვს უფლება ვიყო მსაჯული. უფალი განიკითხავს და მაინც რომ არ გამიჩნდეს აზრი, ხო, განიკითხავს, ცოდვილმა იდარდოს და რამე და ამ დროს აგზელებს საშინელ არს შეურდომა ხელთა ღვთისა ცხოველისათა, ანუ ცოცხალისათა. საშინელებაო ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდა. რატო უნდა დამაფიქროს ამან? იმან რომ ყოვლის შემძლე ვინც არის, ის არის ცოცხალი. ცოცხალი ნიშნავს, რომ ყოვლად ბრძენია და ყოვლის მხილველია. ეს ნიშნავს იმას, რომ ვერაფერი ჩემი უკეთური მას ვერ გამოეპარება. ამიტომ ჩემთვისაც საშინელია მის წინაშე წარსდგომა, რომელიც ჩვენგან იტყვის, რომ აი ესე გულარხენად გარდავიცვლები და უფალთან, აი მოვედი უფალო და ამას რომელიმე ჩვენგანი ჭკვატყოფელი იტყვის, რა თქმა უნდა ვერ იტყვის. რა თქმა უნდა ყველა შიში გვაქვს ღმერთის წინაშე წარსდგომა. ვის შეიძლება არ ეშინოდეს? სრულყოფილი სიყვარული განსდევნის შიშს, ანუ ვისაც უყვარს უფალი ცეცხლოვნად, იმას არ ეშინია და ვის გვიყვარს ჩვენ ცოცხლოვნად უფალი. ჩვენ რომელსაც გვეზარება ღვაწლი, გვეზარება უფლის ცნებების აღსრულება, მის დამი ერთგულება და მუდამ საკუთარ თავზე იძულება რო გჭირდება უფლის ცნებისაებ, რა თქმა უნდა, სანამ საკუთარ თავზე იძულებას ახდენ და სხვა გზა არ აგაქვს, რო ქრისტიანი იყო, შენ ქრისტე კი არ გიყვარს. შენ გაქვს შიში, ეს კეთილი შიშია, უნდა გქონდეს. მაგრამ მაშინ სამჯეროდ საშინელია, იმიტომ რომ გეშინია. გესმით? ჯერ სიყვარულში არ გადავსულ ვარ. აი ესეა. ამიტომაც სხვისი განკითხვის ჩვენ არანაირი უფლებაც არ აქვს.